როგორ აფასებს საზოგადოება მომსახურებისა და სერვისის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში? ძალიან საინტერესო კვლევაზე ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში, რომელიც ACT კვლევითმა ცენტრმა მოგვაწოდა და პირდაპირ ეთერში მივესალმები კვლევით ცენტრის ანალიტიკოს ნინო ბაქსაშვილს. მოგესალმებით ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ნინო, უპირველეს ყოვლისა, კვლევა არის ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ჩვენ ამ შემთხვევაში აი სერვისებზე, ხარისხზე საუბრობთ, სხვადასხვა უწყებებთან, სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აკეთებენ ამ ყველაფრის კვლევას, ხშირ შემთხვევაში აკეთებენ ამ ყველაფრის მონიტორინგს, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების ეროვნული სააგენტოს მინდა ამ შემთხვევაში მოვიხსენიო, რომელიც ძალიან აქტიურად პარტნიორობს ჩვენთან, სხვადასხვა ინფორმაციის კუთხით. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს ქვეყანაში დღეს რა სურათი არის და ძირითადად აი რა ნაკლოვანებები გვაქვს ამ კუთხით, რაზე უნდა ვიმუშაოთ, რა უნდა გამოვასწოროთ და ასე შემდეგ ერთგვარი აი სარეკომენდაციო ველიც რო იყოს ჩვენი საუბარი დღეს ქართული ბიზნესისთვის. გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ჩვენი კვლევით დაინტერესებისთვის. ნებისმიერი ბიზნესისთვის და სერვისის მიმწოდებელისთვის მნიშვნელოვანი არის მომხმარებლის გამოცდილების, მათი მოლოდინებისა და საჭიროების შესწავლა. ამის გათვალისწინებით ACT კვლევამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა გამოკითხვა საქართველოში სერვისის ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების შესწავლის მიზნით. ჩვენ 2025 წლის აპრილში ჩავატარეთ კვლევა. საქართველოს მასშტაბით გამოვიკითხეთ 804 ზრდასრული ადამიანის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალოგიური კვლევა 2023 წელსაც ქონდა ჩატარებული, რომ შედეგები შეგვედარებინა და ანალიზის საშუალება ჰქონოდა და როგორც კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, 2025 წელს 2023 წელთან მიმართებით მომსახურების ხარისხით ზოგადი კმაყოფილება გაზრდილი არის. მიმდინარე წელს ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებელი 7.4 ქულას შეადგენს, რაც 2023 წელთან მიმართებით 0.4 ქულით არის გაზრდილი. აი ხა ვიზუალიზაციასაც ხედავთ ჩვენ პირდაპირ ეთერში აი ამ კვლევის დინამიკის. აი მოდით დეტალურად ჩავშალოთ ის დიაგრამები, რაც ახლა ხედავთ ამ შემთხვევაში. ეს არის ზოგადი კმაყოფილების კომპონენტი, ასევე არის მომსახურების სხვადასხვა შეფასებითი კრიტერიუმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი გავყვეთ ახლა თითოეულ კომპონენტს ამ დიაგრამებში. ჩვენ სხვადასხვა სფეროს მიხედვით შევაფასეთ მომსახურებით კმაყოფილება და თუ შევადარებთ 2023 წლის მონაცემს, თითქმის ყველა სფეროში გაზრდილი არის მომსახურების კმაყოფილების მაჩვენებელი. გარდა მიწოდება მიტანის სერვისებისა, რომლის მაჩვენებელი 2023 წელს იყო 8.5 ქულა და მიმდინარე წელს 8.2 ქულა, ანუ კმაყოფილების მაჩვენებელი შემცირებული არის და ასევე სუპერმარკეტების, ჰიპერმარკეტების, მინიმარკეტების და მოლების მომსახურების კმაყოფილების მაჩვენებელი შემცირდა 7.83 მიასედი იყო 2023 წელს და მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 7.66 თქვენ როგორც კვლევარი ამ შემთხვევაში შედიხართ თუ არა მიზეზების კომპონენტზე თუ უბრალოდ შედეგი არის ამ შემთხვევაში სალუსტრაციო ნიმუში, როგორც ხდება ხოლმე, როგორც ეს კვლევების უმეტესობის შემთხვევაში თუ თქვენ ამავდროულად დადგენილი გაქვთ გამომწვევი მიზეზები, რამ გამოიწვიათ თუნდაც იგივე რიტეილის ქსელში და დელივერი სერვისის ქსელში 7 და 8%-ით ესე ვთქვათ კმაყოფილების ინდექსის შემცირება. ჩვენ კონკრეტული მიზეზები თუ რატომ კონკრეტულად მიწოდების შეუში რატომ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი არ გვიკვლევია, თუმცა კვლევამ დაფარა ესეთი საკითხი თუ რა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რითი აფასებენ მომსახურების ხარისხს საქართველოში. და როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის 42% ასახელებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მომსახურების ხარისხის შეფასების არის მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და ყურადღებიანობა. ასევე მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაახლოებით რესპონდენტთა მეხუთედისთვის არის პროფესიონალიზმი და პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში ანუ ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია და ბევრი სხვა თემა, რაზე ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი, სამწუხარო რეალობა და გამოწვევა ეს ყველაფერი. და მესამე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რითაც აფასებენ მომსახურების ხარისხს, ეს არის ოპერატიულობა და სისწრაფე მომსახურების. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომსახურების ხარისხში ეს ადამიანური რესურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შესაბამისად შეფასებაზე ახდენს გავლენას კმაყოფილებაზე მომხმარებლის. არის თუ არა თქვენს კვლევაში ერთგვარი რეკომენდაციების ველიც? ხა ცოტა ისეთი რიტორიკული, თან ამავდროულად ცოტა უტრირებული კითხვა გამომდის, იმიტომ რომ გამოსავალი ჩვენ ვიცით აქ რა არის, ხო? და გამოსავალი არის ძალიან მარტივად, რომ მოვახდინოთ შრომითი ბაზრის სტიმულირება ისეთ დონეზე, რომ მაგალითად სერვისი, ხო, რომელიც დღეს ძალიან დიდი გამოწვევა არის, ბევრი მიზეზის გამო. პირველი მოხდა პროფესიონალი კადრების გადინება სექტორებიდან,
გაიზარდა სექტორებიდან, მათ შორის აი იგივე ტვინების გადინების ნაწილიც, ანუ ემიგრაციის მაჩვენებელი არის სამწუხაროდ და პლუს ამას არის სექტორიდან სექტორში გადასვლის ნაწილი. ეხლა ყველაფრის ბიზნესზე დაბრალება რო დაბალი ანაზღაურებებია და ასე შემდეგ, ეს მე არარელევანტურად მიმაჩნია, პირდაპირ ვიტყვი, მარტო იმიტომ არა რომ ბიზნეს გადაცემა ვართ და ბიზნესის ინტერესებს ვიცავთ, არსებობს მაღალ ანაზღაურებადი სექტორები, სადაც ანალოგიურ პრობლემების წინაშე დგავართ ხოლმე როგორც წესი. ამიტომაც მე ამ პასაჟს კატეგორიულად ბეთოვე უარყოფ, რომ ეს ბიზნესის ბრალია და ასე შემდეგ. აი რა შეიძლება იყოს აი ერთგვარი რეკომენდაციაც აი ამ კვლევის, თუნდაც იგივე განმარტებით ბარათში, რომ აი რა ტიპის გზას უნდა დავადგეთ, როგორ უნდა მოვახდინოთ იგივე სერვისის რომანტიზება, სტიმულირება და ასე შემდეგ, რომ ელემენტარულად ის საქმე, რასაც ვაკეთებთ პირობითად, ანუ ცოტა ესეც უტრირებულად გამოდის, მაგრამ სიყვარულით ვაკეთოთ, ხო, პირობითად და არ დავაქვეითოთ და დევალვირება არ გაუწიოთ არც მომსახურებას და არც სხვა კომპონენტებს, რაც ამ კუთხით არსებობს. ჩვენი კვლევის და ზოგადად ამ ინიციატივის მიზანი არის, რომ ეს მონაცემი იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ანუ ბიზნესებს დავეხმაროთ, რომ კონდეთ წვდომა მონაცემებზე. შესაბამისად, რეკომენდაცია იქნებოდა, რომ უფრო დეტალურად იყვნენ საკუთარი მომხმარებლები, რა სჭირდებათ, რა მოლოდინები აქვს, სად ვერ აკმაყოფილებენ მომხმარებლის საჭიროებებს და ამის გათვალისწინებით ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. და თუ ამ შემთხვევაში ბაზარზე არ არის სათანადო კადრიც, ამ შემთხვევაში რა რეკომენდაცია შეიძლება გაჟღერდეს? კადრის გადამუშავება, როგორც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. რეკრუტინგი მოხდეს საერთოდ. კი ბატონო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებში სახელდება პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე, თუ ამ მიმართულებით აქვს ბიზნეს გამოწვევა, მნიშვნელოვანი იქნებოდა კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. რამდენად არის აი ესეთ ტიპის კვლევები, მე კიდევ ერთხელ აი კულისებში ვსაუბრობდით, რომ ძალიან ხშირად ვეცნობი ხოლმე თქვენს კვლევებს, რომელიც მომდის და შესაბამისად ეხლა აი მე მაინტერესებს რა არის აი ამ კვლევების არეალიც ერთგვარი და აი რამდენად ჩართული არის აქ ბიზნესი და ცალკე სახელმწიფო. იმიტომ რომ მე შეგნებულად ვახსენე კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კონკურენციის და მომხმარებელთა და უფლებების დაცვის სააგენტო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რომელსაც პირდაპირ პულსზე უჭირავს ხელი აი ამ პროცესებზე ერთის მხრივ, თუმცა ის ამ შემთხვევაში უფრო მომხმარებელთა უფლებების კლასიფიკაციით არის წარმოდგენილი ლოგიკურად თავის მანდატიდან გამომდინარე. მაგრამ ვარსებობთ ჩვენ ასევე ბიზნეს გადაცემები, რომლებიც უფრო პრობიზნესურად უყურებთ ხოლმე ამას. საბოლოო ჯამში აუცილებელია რომ აქ მოიძებნოს გარკვეული ოქროს შუალებიც, ხო? ვინ არის თქვენი კვლევების არეალი, აი ვის აწვდით ხოლმე ამ კვლევებს და აი მე ვარ ბიზნესის პირობითად. აი რაში მეხმარება ეს კვლევა, აი როგორ გამოვასწორებ პირობითად ჩემ ყოველდღიურ საქმიანობას, როგორ მოვახდენ პირობითად იგივე აი ნაკლოვანებების, ვაკუუმების შევსებას, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში აი კონკრეტულად ამ კვლევაში იყოს წარმოდგენილი. ჩვენი კომპანია აქტიურად ემუშავება სხვადასხვა ბიზნესებს და ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია ბიზნესმა გადაწყვეტილებები მიიღოს, დაგეგმოს სტრატეგია, რომ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდნენ, მუდმივად უნდა ეჭიროთ პულსი თავის მომხმარებლებზე, რომ იცოდნენ რა სჭირდება მის მომხმარებელს, როგორ იცვლება მომხმარებლის მოლოდინები და საჭიროებები და აქედან გამომდინარე კვლევა და ეს მონაცემები მათთვის ძალიან ფასეული და ღირებულია. კი ბატონო, ხო, ნუ ძალიან საინტერესოა. მოდით აი მე დასაწყისში გაგაწყვეტინეთ, ანუ აი კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ აი ამ კვლევის კომპონენტებს. აი ძალიან საინტერესო დიაგრამები არის ჩაშლილი და მოდით აი თითოეულ კომპონენტს გავყვეთ. ანუ ეს კვლევა არის ჩატარებული საქართველოს მარტო მსხვილ ქალაქებში თუ რეალურად მთელ საქართველოში? მთელ საქართველოში არის, საქართველოს მასშტაბით ჩერდა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. სატელეფონო ინტერვიუს გამოყენებით გამოვიკითხეთ 804-ის დასრული ადამიანი საქართველოში. უფრო დეტალურად რო ჩავყვეთ გრაფიკებს, საქართველოში მომსახურების ხარისხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სააფთიაქო მომსახურებაში და აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელსაც საკმაოდ მაღალი იყო, ანუ ლიდერ პოზიციას ამ მიმართულებით სააფთიაქო მომსახურება იკავებს ამ ორი კვლევის შედეგების საფუძველზე. მეორე და მესამე ადგილს მიმდინარე წელს იკავებს გასართობ-შემეცნებითი მომსახურებები, რაც გულისხმობს თეატრი, კინო, მუზეუმი, ბავშვთა გასართობი ცენტრები და ასევე სილამაზის და თავისმოვლის საშუალებები. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბანკები სად არის? ბანკები, მობილური ოპერატორები, თითქმის თანაბარი მაჩვენებლით არის შეფასებული, დაახლოებით თუ დავამრგოლებთ, რა არის მათი საშუალო კმაყოფილების ქულა. თუ ვისაუბრებთ იმ მომსახურებაზე, რომელიც ყველაზე დაბალი საშუალო ქულით ფასდება, ჯანდაცვის სფეროსთან არის დაკავშირებული, როგორც აღმოჩნდა და კერძოდ ეს არის
საავადმყოფოები, კლინიკები და ლაბორატორიები, რომლის კმაყოფილების მაჩვენებელიც ყველაზე დაბალი ქულით და ეს არის 6.98 მიესადი. ეს თუ ზოგად კმაყოფილების მაჩვენებელს შევხედავთ, ეს მაჩვენებელი ამ შედეგზე მცირედით დაბალი არის და ასევე სადაზღვევო მომსახურებაც შეფასდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 7.23 მიესადი არის ეს მაჩვენებელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით ეს სფეროები საჭიროებს მომსახურებაზე ორიენტირებულობას და უფრო მეტად მათ საჭიროებებზე მორგებას. ორი ძალიან ესეთი დინამიური მზარდი სექტორი. ერთი არის დეველოპმენტი, ცალკე სამშენებლო ხაზი და მეორე ავტოინდუსტრია. ანუ ეს მოხდა თუ არა კვლევის კომპონენტებში და აი როგორ შეფასდა პირობითად ერთი ან მეორე. ჩვენი კვლევის კომპონენტებში აღნიშნული მიმართულებები არ მოხდა. ძირითადად შევარჩიეთ ის სფეროები, რომელსაც საზოგადოება თითქმის ყოველდღიურად იყენებს და შესაბამისად მასობრივი გამოყენების საშუალება ყოფილიყო შეფასებისთვის. მე მინდა გთხოვოთ შემოგთავაზოთ უბრალოდ, თუ ეს იქნება თქვენი ინტერესი, რომ აი აუცილებლად ჩაატარეთ ავტოინდუსტრიით. ავტოინდუსტრიის ჭრილში კვლევა, იმიტომ რომ დაახლოებით 2 მილიონამდე ავტომობილი გადაადგილდება საქართველოში და შესაბამისად ავტოსერვისი, ხარისხი და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა კვლევის საგანი არის და დიდი სიამოვნებით გავაშუქებდით ამ თემას, თუ ეს ახლო მომავალში იქნება თქვენი ინტერესის საგანი. ხო, ეხლა კიდე ისევ და ისევ კვლევას დაუბრუნდეთ. ამ შემთხვევაში აი ისეთი სერვისები ავიღოთ, მაგალითად ეხლა რომლებიც მაინც და მაინც ვერ გამოირჩენ შესაბამისი პოზიციონირებით, ხო? ანუ აქ აი კვლევა აკეთებს თუ არა, ეხლა თქვენ გაცილებით უფრო აკადემიურად გასცემთ, ეხლა მე არა ვარ კვლევარი ამ შემთხვევაში, ამიტომაც გაცილებით აკადემიურად გასცემთ აქ პასუხს, აი შეიძლება თუ არა აი კვლევაში არსებობდეს გარკვეული ცოტა სუბიექტივიზმიც, იმიტომ რომ კლიენტი ყოველთვის მართალია, მაგრამ კლიენტი ამავდროულად არის უმეტესწილად სუბიექტურიც, ხო? და შესაბამისად, ანუ არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ გარკვეულმა, ასე ვთქვათ, პასუხმა, რომელიც იგივე შერჩევითი წესით ჩატარდა, ხო? ანუ არ მოგცეს რეალური სურათი და ანუ გარკვეული პასუხი იყოს ცოტა სუბიექტივიზმით გაჯერებული. შემთხვევითი შერჩევის პრინციპი გვეხმარება, რომ ეს ავირიდოთ ეს სუბიექტივიზმი თავიდან და შემთხვევითად მოხდეთ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანთან, ვინც მიიღებს შემდეგ მონაწილეობას კვლევაში. აქედან გამომდინარე, ეს ნაწილი შემცირებულია მით უმეტეს სატელეფონო ინტერვიუის მეთოდის გამოყენებით, ამიტომ რეალურ მონაცემებს ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს. კი ბატონო. რამდენად ხდება ახლა აი შესაბამისად უკვე კოორდინაცია მერე უკვე კონკრეტულ აღმსრულებლებთან, რომლებიც ბაზარზე არიან და ამ შემთხვევაში აი ისევ და ისევ ვახსენებ აი კონკურენციის სააგენტოს, თუნდაც აი რამდენად ხდება პირობითად ამ ინფორმაციის შეარინგი, რამდენად ხდება შესაბამისი იმპულსების გაგზავნა, მიწოდება და ეს ერთგვარი სარკეცხო არის ახლა იკვლევა რაც დაგეთებთ, რომ ანუ აი ჯამში აქ გვაქვს პრობლემები, ესე იგი რაღაცეები ამ კუთხით არის გამოსასწორებელი, ესე იგი რაღაც ჭრილში ჩვენი თანა მოქალაქე ვერ გრძნობს თავს, თუნდაც იგივე კომფორტულად სერვისის მიღების ნაწილში და ასე შემდეგ. ანუ ხდება თქვენ შორის აი ეს კოორდინაცია. რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესი არის ჩვენი პარტნიორი და ვმუშაობთ კვლევის ფარგლებში, ჩვენ ვიმუშაობთ და ვუთითებთ რა მიმართულებით აქვს გამოწვევა, სად არის მომხმარებელი, ნაკლებად კმაყოფილი, სად ვერ კმაყოფილდება მათი მოლოდინი, საჭიროება სად არის გაუმჯობესების და ამის შემდეგ ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით უნდა შესწავლონ სტრატეგია და მიმართულებას მუშაობის. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მე მაინც ვეცადე რომ ცოტა ბიზნესის ადვოკატირება გამეკეთებინა, არ ვიცი რამდენად გამომივიდა, იმიტომ რომ კონკრეტულ კომპანიებზე არ ვისაუბრია ამ შემთხვევაში და ჩვენ ვისაუბრეთ უბრალოდ სექტორზე და შესაბამისად ეს შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს ხშირ შემთხვევაში. საერთოდ არ გამკვირებია მაგალითად რომ აი ახლა ბოლო პერიოდში სოციალებში უყურებთ ხოლმე იგივე delivery service-ებთან მიმართებაში არსებულ პროტესტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა დავასახელებ ახლა ცხადე არც ერთ კომპანიას, ასევე თუნდაც იგივე სააფთიაქო მიმართულებით და ასე შემდეგ. მოკლედ შეუიარაღებელი თვალით გრძნობთ ამას და კარგია რომ ამ ყველაფრის ილუსტრაციას უკვე აკეთებს ასეთი კვლევები, რომელიც მომზადეთ თქვენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა კვლევების ჭრილში კიდევ ძალიან ხშირად გვესტუმრებით და არაერთ საინტერესო კვლევით კომპონენტს გავუკეთებთ პრეზენტირებას პირდაპირ ეთერში. წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ.